ვაგრძელებ უცხოპლანეტური რასების მოკლე მიმოხილვას და ამ თემის მეორე ნაწილში ვისაუბრებ რამდენიმე უცხოპლანეტურ რასაზე. ძირითად ნაწილში გაგაცნობთ პლეადელებს, არქტურიანელებს, ანდრომედელებს, ანტარესელიელებს და ასე შემდეგ. ეს ეგრეთ წოდებული რასები ზღაპრული და ფანტასტიკური მასალებიდანაა აღებული, თუმცა ოსტატურად კი უკავშირდებიან შესაძლო რეალობას, დაშვების დონეზე რა თქმა უნდა. ადამური რასების გარდა დღეს ჩვენს პლანეტასთან მუშაობს 3 სხვა პლეადური ჯგუფი. მხოლოდ ერთი 3 ჯგუფიდან ხილულია ადამიანის თვალისთვის, მესამე სიმკვრივეში. მეოთხე სიმკვრივის პლეადელები. სწორედ ამ არსებებზე ყვებოდა ცნობილი შვეიცარიელი ფერმერი ბილ მეიერი. ისინი მაღალი, ქალური და მშვიდობის მოყვარენი არიან. მამაკაცებიც კი საკმაოდ ქალურები არიან. მათი განსაზღვრა მარტივია წაგრძელებული ყურის ბიბილოებითა და გრძელი ვერცხლისფერი თმით. არსებობს ფოტოებიც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი მოპოვება რთული გახდეს. მათ ხომალდს აქვს მეტალის ფერის თეფშის ფორმა და საკმაოდ რთული პროექტისაა. ისინი ასევე სარგებლობენ მოწყობილობებით, რომლებიც ხომალდს ხან ხილულს, ხან კიდევ უხილავს ხდის. საბაზო ხომალდი გამოიყურება როგორც დიდი ჭაღი, რომელიც წააგავს ხომალდს ფილმში მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები. ამ არსებებს შორის ყველაზე პოპულარული არსება არის არსება, ცნობილი როგორც სემიასე, დეტალურად აღწერილია ბილი მეიერის მასალებში. იმის მიუხედავად, რომ მიღებული იქნა მრავალი მცდელობა, დისკრედიტირებულიყო ბილ მეიერი და მცირერიცხოვანი სხვა კონტაქტები პლეადელებთან. ეს არსებები საკმაოდ რეალურები არიან და ფოტოთა უმრავლესობაც ნამდვილია. მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები. ეს არსებები ისე კარგად არ არიან ცნობილები, როგორც მეოთხე სიმკვრივის პლეადელები. მათ გააჩნიათ ჰუმანოიდური ფორმის მანათობელი სხეული, რადგანაც ისინი ვიბრირებენ ასეთ მაღალ დონეზე, მათთვის უცხოა სხეულის მახასიათებლები, მხოლოდ ჰუმანოიდის მანათობელი ნაკვთები. ვარსკვლავური არსებებისგან განსხვავებით ისინი არ არიან გამჭვირვალენი. სინათლე კი ოქროსფერია. მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები მოგზაურობენ სივრცეთა შორის კოსმოსურ ხომალდში, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა და სურვილისამებრ შესვლა და გამოსვლა მესამე სიმკვრივეში. მიუხედავად იმისა, რომ მათ იშვიათად ხედავენ, აღწერით ცნობაში ხომალდი წაანგავდა მანათობელ მწვანე სფეროს და დაფრინავდა ჰორიზონტალურად დიდი სიჩქარით. ზოგიერთი ამ არსებებიდან მოგზაურობს დროში, ისინი მკვლევარები არიან და მრავალი მათგანი ადამური რასის პირველადი განსხეულებები არიან, რომლებიც განვითარდნენ უფრო მაღალ განზომილებაში, ვიბრაციების შემცირების შემდეგ დედამიწაზე განსხეულებისთვის. ისინი ურთიერთობენ მეტწილად ტელეპათიურად და ჩენელინგის მეშვეობით. ამჟამად დედამიწაზე მათ სწავლებას ავრცელებს რამდენიმე ცნობილი არხი. მე-12 სიმკვრივის პლეადელები. ისინი დამაარსებლების წინაპრები არიან, რომლებზეც ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ. ძირითადი პლეადელების გარდა, რომლებიც თითქმის არ შეცვლილან 100 მილიონი წლის განმავლობაში, არსებობენ პლეადელები, რომლებიც განვითარდნენ მე-12 სიმკვრივემდე, ლირას ლეგენდარული ვარსკვლავური სისტემიდან. ყველა მათგანი განვითარდა ფიზიკურ ფორმაზე, მაღლა და ჩნდებიან მხოლოდ სულიერი ხედვის წინაშე, მხოლოდ დიდი მანათობელი ბურთების სახით, რომლებიც ასხივებენ თეთრ მოცისფრო ფერს. ისინი გამოიყურებიან როგორც პლეადის თანავარსკვლავედის 7 მინიატურა. ქმნილებაში არსებობს ასეთი მხოლოდ 100 არსება. ითვლება, რომ მათი ზესულებიც ასევე არიან ვარსკვლავები. დამაარსებლები პერიოდულად მოდიან დედამიწაზე პლანეტარული ინიციაციის მომენტებში. ისინი მოგზაურობენ ყველა სივრცით და დროით განზომილებაში, რისთვისაც სარგებლობენ სუფთა გონებით, როდესმე ყველა განვითარებადი სული მიაღწევს იგივე უსაზღვრო მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ დამაარსებლებმა იციან სინათლის საძმოს და სულიერი იერარქიის არსებობის შესახებ, ისინი პირდაპირ არ ახდენენ გავლენას ამ ჯგუფებზე. იმ მომენტისთვის, როცა სული აღწევს მე-20 სიმკვრივეს, იერარქიის და დონის კონცეფცია უმნიშვნელო ხდება.
ახლა მოგიყვებით არქტურიანელებზე. ისინი მრავალგანზომილებიანი არსებების კიდევ ერთი ჯგუფია, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ დედამიწას ადრინდელი დროიდან. არსებობს არქტურიანელების ორი ძირითადი ჯგუფი. მეშვიდე სიმკვრივის არქტურიანელები. მეშვიდე სიმკვრივის არქტურიანელები მაღალი არსებები არიან, ცისფერი კანით. არაგერიოთ ტრიადაში. ისინი უხილავები არიან მესამე სიმკვრივის თვალისთვის. ისინი წააგავენ დატოტვილ ხეს, რომელიც შედგებოდა ყველა მიმართულებით განაწილებული ენერგიისგან. მათი სიმაღლე 2.4-დან 3 მეტრამდეა და ისინი ეთერში დაცურავენ. მათი ხომალდები ეთერულია, მოცისფრო ფერის თეფშისებრი, როგორც მათი კანის ფერი. მათ აქვთ მიწისქვეშა ბაზები დედამიწაზე, მაგრამ ეთერული ვიბრაციის გამო ისინი ფიზიკურ სამყაროში იშვიათად ჩნდებიან. მეათე სიმკვრივის არქტურიანელები. მეათე სიმკვრივის არქტურიანელები საწყისი მთავარანგელოზების ფრაგმენტები არიან. როგორც ყველა ვარსკვლავისებური სიცოცხლის ფორმა, ისინი მანათობენი არიან და ძალიან დიდები. ყველაზე შესაფერისი ფიზიკური გამოსახულება, რომელიც ვიცით, არის გილბერ უილიამსის და ეულიას ნახატები. არქტურის სისტემა მრავალგანზომილებიანი დროითი პორტალია, ასევე ცნობილი როგორც გადასატვირთი ბაზა. კოსმოსში არის ერთგვარი ხიდი ვარსკვლავურ სფეროებს შორის, მეშვიდე მეცხრე სიმკვრივის და შუალედურ სფეროებს შორის, მეოთხე მეექვსე სიმკვრივეში. ეს ხიდები აკლიმატიზაციის შესაძლებლობას იძლევა განზომილებათა ცვლის გზაზე. თეთრ ცისფერი გარდამავალი არსებების გარდა, რომლებიც გვანან სინათლის კრისტალურ სხეულს. არქტურიანელებს ასევე გააჩნიათ დიდი ფრთოსანი ფორმა. პეგასი და თეთრი გველი ფოლკლორში საწყის იღებს არქტურიანელებიდან. ამ ყოვლისშემძლე არსებებს გააჩნიათ ფრთები, რომლებიც იშლება 15 მეტრამდე და მეტადაც, რადგანაც დაფრინავენ ეთერში დიდი სისწრაფით. მათი აურული ველებიდან სინათლის გამოსხივებით ისინი ანათებენ როგორც შუადღის მზე. ამ არსებებს ძალიან უყვართ კაცობრიობა და არიან კონფედერაციის წევრები. მათი მიზანი დედამიწაზე არის პლანეტის აურული ველის ბალანსირება და წონასწორობის აღდგენა ეთერულ ველებთან პლანეტის ზემოთ. ანდრომედელები. ანდრომედელები გააჩნდნენ ანდრომედას თანავარსკვლავედში, სისტემა, რომელიც არის ცალკეული გალაქტიკა და ემეზობლება ირმის ნახტომს. ისინი მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე არსებები არიან, თეთრი კანით, რომელიც ზედა ქსელებს წააგავს. ძირითადი სხვაობა მათ შორის არის სიმაღლე, რომელიც აღწევს 1.8-2.1 მეტრს. მათ თვალებს ასევე აქვთ ალმასის ფორმა, ოღონდ უფრო მცირესი. მათი თავები წაგრძელებული და ვიწროა და წააგავს ამოტრიალებულ ცხალს. ისინი ძალიან გვანან ესასანებს. ესასანები მეოთხე სიმკვრივის ჰიბრიდული რასაა, რომლებიც შეიქმნენ ნაცრისფერი უცხოპლანეტელებისგან და ადამიანებისგან. ეხმარებიან გარდასახვის გავლაში. ეს არის ადამიანებისა და ზედაქსელების ერთ-ერთი ჰიბრიდული რასა, ასე ვთქვათ. ანდრომედელები მკვლევარები არიან, მათ ეს პლანეტა ატომური იარაღის გამოცდების შედეგად შეამჩნიეს. მათი სურვილია დაეხმარონ კაცობრიობას, თავიდან აიცილონ ბირთვული ჰოლოკოსტი. მათ გააჩნიათ მესიის ხასიათი და ცნობილი არიან ადამიანების თავისუფალ ნებაში ჩარევით, რათა საკუთარივე თავისგან დაიცვან ისინი. ნაკლებად არის ცნობილი კავშირზე ანდრომედელებსა და დედამიწის ხელისუფლებებს შორის, თუმცა წარმოსადგენია, რომ მათ ძალიან აინტერესებთ გარკვეული მინერალები და დედამიწის იშვიათი ელემენტები, რადგანაც ისინი მეოთხე სიმკვრივის არსებები არიან. მათ სჭირდებათ დიდი დრო დედამიწასა და მშობლიურ პლანეტას შორის მანძილის გადასალახად. მათი მშობლიური პლანეტა მდებარეობს 1 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მესამე განზომილების ტერმინებში. ამიტომ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს კაცობრიობისთვის. მათ ხომალდს გააჩნიათ ცილინდრისებრი ან სიგარისებრი ფორმა და ისინი სარგებლობენ სიჩქარის გამრუდების სისტემებით, როგორც ხომალდი ენტერპრაიზი ფილმიდან ვარსკვლავური გზა. ანტარესელები. როგორც მათი მშობლიური წითელი ვარსკვლავი ანტარესი, ანტარესელები გიგანტების რასაა, ჯერათ თუ არა ამის, ლამაზი კანით. ისინი გარდაისახებოდნენ მიწაზე სხვადასხვა დროს. სხვადასხვა გრავიტაციული და ფიზიოლოგიური სხვაობების შედეგად დედამიწასა და მათ პლანეტას შორის ისინი იშვიათად ინახულებდნენ დედამიწას საკუთარ ბუნებრივ ფორმაში, ან ეშვებოდნენ უშუალოდ პლანეტის ზედაპირზე.
ისინი შედიოდნენ კონტაქტში მიწისქვეშა არსებების რასებთან. როგორც თვითონ ისინი და ყველაფერი მათ გარშემო, მათი ხომალდები, გიგანტური სფეროები ან ცილინდრებია, რომლებიც გვანან ხომალდებს ფილმიდან 2001 კოსმოსური ოდისეა. ანტარასელებს გააჩნიათ მაღალგანვითარებული ტელეპათიური და ფსიქოკინეტიკური შესაძლებლობები, მაგრამ თვლიან დედამიწას საშიშ ადგილად საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ბევრი აქ გარდასახული ანტარესელი გაეხვა მესამე სიმკვრივის მახეში და იყურებიან ზეცაში დიდხანს დავიწყებულ შეკითხვებზე პასუხების ძიებაში. დალეკები. დალეკები ფიქციური უცხოპლანეტური რასა, ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანული სატელევიზიო პროგრამიდან Doctor Who, დოქტორი ვინ. დალეკები გამოიგონა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა ტერი ნეიშენმა და პირველად გამოჩნდნენ 1963 წლის სერიალში დალეკები. ჯავშნის დიზაინის ავტორია რეიმონდ კუსიკი. პროგრამის შინაარსის მიხედვით დალეკები უცხოპლანეტური კიბორგების რასაა, რომლებიც მეცნიერმა დავროსმა შექმნა თალების წინააღმდეგ გაჩაღებული 1000-წლოვანი ომის ბოლო პერიოდში. მან გენეტიკურად გარდაქმნა თავისი რასა, ცნობილი როგორც კალედები და მოახდინა მათი ინტეგრირება ტანკის მსგავს რობოტულ მექანიკურ ჯავშანში. მის მიერ განხორციელებული ბოლო ცვლილება იყო შებრალების, თანაგრძნობისა და სინდისის ქენჯნის უნარების მოცილება. მალე დალეკებმა საკუთარი თავები სამყაროს უმაღლეს რასად აღიქვეს და საყოველთაო ბატონობისა და დანარჩენი ცოცხალი არსებების განადგურებისთვის ბრძოლა დაიწყეს. სხვადასხვა ამბებში აღნიშნულია, რომ მათ დაკარგეს ყველა ემოცია, გარდა სიძულვილისა, რის შედეგადაც გაუჩნდათ დაუძლეველი სურვილი, გაენადგურებინათ მთელ სამყაროში არსებული ყველანაირი არადალეკური სიცოცხლის ფორმა. ერთიანობაში ისინი პროგრამის პროტაგონისტის, დოქტორად ცნობილი დროის მბრძანებლის, უდიდეს მტერს წარმოადგენენ. დროის მბრძანებლებთან დაპირისპირებისას დალეკები თითქმის სრულად განადგურდნენ. ეს პერიოდი ტელეეკრანზე არ ასახულა. მოხდა რა 1996 წლის სატელევიზიო ფილმსა და 2005 წლის განახლებულ სერიებს შორის და ნახსენები იყო სპეციალურ სერიაში დოქტორის დღე. დალეკები განსაკუთრებით ცნობილი არიან ხშირად განმეორებადი ფრაზით განადგურება და დიდი ადგილი უჭირავთ ბრიტანულ პოპულარულ კულტურაში. მათ გარდა, რომელიც უკვე ვახსენე, არსებობს მრავალი უცხოპლანეტური რასა, რომელიც გარდაისახა ან რომელმაც მოინახულა დედამიწა სხვადასხვა ვარსკვლავური სისტემიდან. ზოგიერთი მათგანი ხელმძღვანელობს დედამიწის მხოლოდ სხვა რეალობიდან, აი, სხვა ზოგიერთი რასის მოკლე ჩამონათვალი. დენები, მზის ჯვრის წევრი, გალაქტიკათა შორისი ორგანიზაცია. ისინი წარმოადგენენ სულიერ სახელმძღვანელოს ჩენელინგის და ტელეპათიის მეშვეობით. ალტაირი, ტრიადის წევრი, ის უფრო მაღალია ვიდრე ზეტაქსელები. ალტაირელები ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში პლანეტა ალტაირის მკვიდრები არიან. ამ პლანეტის ატმოსფერო არაა სიცოცხლისათვის ვარგისი და მისმა მკვიდრებამ მიატოვეს მშობლიური პლანეტა. ალტაირელთაგან პლანეტაზე დარჩენილია მხოლოდ ჰარლანი, რომელიც უვლის უზარმაზარ სამანქანო განყოფილებას. ალტაირელებმა შექმნეს პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ცოცხალი არსებების სინთეზური ორეულების შექმნა. ალტაირელთა სინთეზურ სხეულს თავიანთი პლანეტის გარეთ ფუნქციონირებისათვის ესაჭიროებათ ბატარეა. ბატარეის დაცლისთანავე სხეული უსულოდ ეცემა. ჰარლანმა შექმნა SJ1-ის წევრთა ასლები, მათი ნების დაუკითხავად, რათა დამხმარე გასჩენოდა სამანქანო განყოფილების მოსავლელად. ტრანტორი, მზის ჯვრის სინათლის სამრჩევლოს ხელისუფლების ხელმძღვანელი. ტრანტორი არის გამოგონილი პლანეტა აიზეკ ასიმოვის სამეცნიერო ფანტასტიკის სერიაში. იგი აღწერილია როგორც პლანეტა, რომელიც მთლიანად დაფარულია ქალაქით, მილიარდობით მოსახლეობით და მოწინავე ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. ტრანტორი სერიალში გალაქტიკური იმპერიის დედაქალაქია. პლანეტა სიუჟეტის მნიშვნელოვანი ადგილია, როგორც პოლიტიკური ძალაუფლებისა და კულტურული გავლენის ცენტრი. სერიალში ტრანტორი ხშირად გამოსახულია როგორც დეკადენსისა და დაცემის სიმბოლო, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის გამო. ტრანტორის კონცეფციამ გავლენა მოახდინა სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა ნაწარმოებებზე
და რჩება ჟანრში დასამახსოვრებელ ადგილად. ამავე ჩამონათვალშია ალდებრანი, ვარსკვლავური სისტემა. მისი წევრები კონსულტირებენ აშტანას გუნდს, კიდევ ერთ გალაქტიკათა შორის ჯგუფს. ასევე ალკიონა, ვარსკვლავური სამყარო, კონსულტირებენ დიდ თეთრ საძმოს, სულიერ ორდენს, ილუმინატების მისტიური ორდენის წინათ მყოფ ორდენს და პოლარისი, მე-11 სიმკვრივის რასა, რომელიც უზრუნველყოფს სულიერ ხელმძღვანელობას ტელეპათიის და ჩენელინგის გზით. ახლა მითოლოგიურ, უცხოპლანეტურ თუ ღვთაებრივ რასებზე ცოტაც. დავიწყებ ასგარდით. ასგარდები ვარსკვლავ კარიბჭის სამყაროს ერთ-ერთი ფიქციური უცხოპლანეტური რასაა. სახელი მომდინარეობს სკანდინავიური მითოლოგიის ღვთიური სამეფოსგან. ასგარდი. სკანდინავიურ მითოლოგიასვე უკავშირდება ასგარდთა სახელები: თორი, ჰერმიოდი და სხვა. ასგარდები ძალიან განვითარებული და მშვიდობის მოყარე ხალხია. ფიზიკურად ისინი როსველის არსებას გვანან. ისინი ტაურთა, ანუ დედამიწებთან მოკავშირეები და მეგობრები გახდებიან. ასგარდები 1000 წლეულების მანძილზე ფარულად აკვირდებოდნენ ადამიანებს და სწავლობდნენ მათ განვითარებას. სხვადასხვა პლანეტების მცხოვრებლებს ისინი ნორდიკული ღვთაებების სახით ეცხადებიან და მათ გუაულდათაგან იცავენ. ასგარდები 4 დიდთა რასათა ალიანსის წევრები არიან. ასგარდები კაფანდარა, დაბალი სხეულის, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის რუხი არსებები არიან. თუმცა შორეულ წარსულში ისინი ადამიანებს გავდნენ და უფრო მაღლებიც იყვნენ, დაახლოებით 2 მეტრის საშუალოდ. აღწარმოებისათვის ასგარდები გაძლიერებულ უჯრედოვან მიტოზს, კლონირებას იყენებენ და ამგვარად მიღებულ სხეულში გადააქვთ თავიანთი ცნობიერება. ეს ხერხი მათ სიცოცხლეს ძალიან ახანგრძლივებს. ათასობით ურთიერთმომდევნო კლონირების შედეგად მათი გენეტიკური კოდი გადაგვარდა და ასგარდების რასა გადაშენების პირას მიიყვანა. ამ ინფორმაციის თანახმად კლონირება ხდება უკანასკნელი კლონის გენეტიკური მასალის ნიადაგზე. ასგარდები ძველებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან ერთად შედიოდნენ 4 დიდთა რასათა ალიანსში. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ დაბა განვითარებულ ხალხს ღმერთებად წარუდგებიან, გუაულდებისგან განსხვავებით, ეს იძულებითი ღონისძიებაა და გამოწვეულია იმით, რომ დაბა განვითარებულ ხალხებს ან ძალუცთ გაიგონ, მათი მეცნიერება და მათ სიძლიერეს ზებუნებრივი ძალებით ხსნიან. ასგარდები ცდილობენ პლანეტების დაცვას გუაულდებისგან, მაგრამ ცხადია, მათ არ შეუძლიათ ყველა პლანეტის დაცვა. ზოგიერთი პლანეტის ხელშეუხებლობის დასაცავად ასგარდებმა დიდ მეუფე შეწყვეტენ ცხოველქმედებაში ჩაძირული ასგარდებით ჩატვირთულმა ხომალდმა დატოვა ასგარდების მშობლიური სამყარო, მაგრამ მოგზაურობისას მწყობრიდან გამოვიდა სანავიგაციო კომპიუტერები და ხომალდი დიდი ხნის განმავლობაში დრიფტავდა გალაქტიკებში და ირმის ნახტომში დაასრულა თავისი მოგზაურობა. უცნობია იყო თუ არა ირმის ნახტომი მათი მოგზაურობის მიზანი. ჩვენს ხანაში ეს ხომალდი იპოვეს ასგარდებმა და მაშინ ნახეს ასგარდთა წინაპრების შესანიშნავად შემონახული დეტალები თუ რაღაც საგნები. ჰეიმდალმა დაიწყო მისი გამოკვლევა, რამე თუ ეს კლონი იმ დროს განეკუთვნებოდა, როდესაც კლონირების პროგრამა ჯერ არ იყო შეუქცევადი და სურდა მასზე ჩაეტარებინა გამოკვლევები და გადაეჭრა ასგარდთა აღწარმოებაში წარმოქმნილი პრობლემები. ასგარდების აღსასრული ირმის ნახტომში. ელექტრულ თვითმკვლელობას პლანეტა ორილაზე. ასგარდებს არ სურთ თავიანთი ისტორიისა და ცოდნის გაქრობა მივიწყება, მაგრამ ამასთანავე ეშინიათ მისი ცუდ ხელში ჩაგდებისა. ამიტომ ისინი გადაწყვეტენ მთელი თავიანთი მემკვიდრეობისა და ცოდნის დედამიწელთათვის გადაცემას. ეს აქტი მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასგარდი წინააღმდეგია დედამიწელთათვის ამხელა მემკვიდრეობის მიბარებისა, რამე თუ მათი განვითარების დონეს არასაკმარისად თulis. ადასტურებს დედამიწელთა მეხუთე რასად გადაქცევას ასგარდთა უმეტესობის თვალში. თვითგანადგურებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ასგარდები დედამიწურ კოსმოხომალდზე, ოდისევსი, დაამონტაჟებენ თავიანთ ტექნოლოგიებს, მონაცემთა ბაზას და კომპიუტერულ ბირთვს.
ხომალდზე მყოფი ყველა ასგარდი ტელეპორტირდება ორილაზე, რომელიც ძალიან მალე უდიდესი აფეთქების შედეგად დაიმსხვრება. ითვლება, რომ ასგარდების რასა სადღეისოდ მთლიანად გამქრალია ირმის ნახტომიდან. გუაულდი გუაულდები უხერხემლო გველის მაგვარი არსებები. შეუძლიათ უცხო განვითარებულ ორგანიზმს კისრის მხრიდან შეუძვრნენ და აკონტროლონ. მათი პირველი მატარებლები იყვნენ უნასები. ადამიანთა აღმოჩენის შემდეგ გუაულდებმა უნასები დაივიწყეს და მატარებლებად ადამიანები აირჩიეს. ამ უკანასკნელთა გარეგნული სილამაზის გამო გუაულდებს ირმის ნახტომში დიდი სამფლობელოები აქვთ, რომლებსაც სისტემათა ლორდები მართავენ. მათი ძირითადი მოწინააღმდეგები ასგარდები არიან. გუაულდებს ნორმალური არსებობისათვის სჭირდებათ ფიზიოლოგიურად უფრო განვითარებული ცხოველის სხეული, რომელშიც ისინი სახლდებიან. თავისი კონტროლის ქვეშ აქცევენ მასპინძლის უმაღლეს ნერვულ სისტემას. იქვემდებარებენ მის სხეულს, ანადგურებენ იმუნიტეტს და მას ანიჭებენ უფრო მეტ გამძლეობას, საკუთარი იმუნური სისტემის ხარჯზე. პირველი მასპინძლები იყვნენ უნასები, შემდეგ კი ჯერი ადამიანებზე მიდგა. ერთადერთი გუაულდი, რომელმაც ამაღლება შეძლო, იყო უსასტიკესი სისტემათა ბრძანებელი. ანუბისი თავისი სისასტიკის გამო გუაულდთა საბჭოს მიერ განდევნილ იქნა და მასზე ნადირობა გამოაცხადეს. მისი ხომალდი გაანადგურა იმპერატორმა იუმ, მაგრამ ანუბისმა ამაღლება შეძლო და 1000 წლეულების შემდეგ დაბრუნდა. მან შეძლო ყველა რას თვალის მოპოვება და თავისი ახალი ხომალდი მასობრივი განადგურების იარაღად აქცია, რომლითაც შესაძლებელი იყო პლანეტების განადგურება. პლანეტა კელოუნაზე ანუბისის ხომალდი ბალის ჰატაკების ალყაში მოყვა და განადგურდა. მაგრამ თავად ანუბისმა გაქცევა მოასწრო და შატლით ჰიპერსივრცეში გაფრინდა. ამის შემდეგ ანუბისმა მეორე ისეთივე ხომალდი ააგო და სხვა სისტემათა ლორდების წინააღმდეგობის ჩახშობის შემდეგ 30 ჰატაკით დედამიწა შემოარტყა ალყა. თუმცა ეს J1-ის მიერ დროულად აღმოჩენილი ძველების ავანპოსტის წყალობით, რომელსაც ჯეკ ონილი აკონტროლებდა. ტაურიმ შეძლეს და ანუბისის 30-ვე ჰატაკი მისივე ფლაგმათან ერთად გაანადგურეს. ამის მიუხედავად, რამ განაგრძო ბატონობა თითქმის მთელ ირმის ნახტომში. მის სამბრძანებლოში შედიოდა აგრეთვე პლანეტა აბიდოსი, სადაც იგი მოკლულ იქნა თავის დედა ხომალდში, ტაურის თერმობირთული ბომბის აფეთქების შედეგად, როდესაც იგი ცდილობდა თავი დაეღწია აჯანყებულ აბიდოსელთა რისხვისათვის. ამ აჯანყების მოთავენი თავად ტაური იყვნენ, რომელთაც შეაგულიანეს და შეაიარაღეს აბიდოსელები. ახლა კვლავ მოკლედ ჩამოვთვლით დანარჩენ ჰიპოთეტურ რასებს. შემდეგ მცირე განმარტებებს გავაკეთებ. ესენია: ნოქსი, ტაური და ტოკრა. დავიწყებ ნოქსით. ნოქსები მშვიდობიანი და ფეერული ადამიანთა რასა. ნოქსები მიზეზის მიუხედავად ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგნი არიან. ნოქსების ტექნოლოგიური დონე თითქმის ძველების დონეზეა. ისინი ბუნებასთან დაახლოებულ ცხოვრებას არიან მიჩვეუნი. ერთი შეხედვით მშვიდობიან ტყიურებს მოგაგონებენ, მაგრამ შეუძლიათ მცირე ხნით გარდაცვლილები გააცოცხლონ და ნებისმიერი ზომის საგნები უხილავი გახადონ. ნოქსები ომიანობის დროს არც ერთ მხარეს არ ემხრობიან და ცდილობენ ორივე მხარეს თანაბრად დაეხმარონ. ტაური ასე ეძახიან დედამიწელ ადამიანებს ვარსკვლავ კარიბჭის გამოგონილ სამყაროში, გუაულდთა ენაზე. ტაური ნიშნავს პირველს, რაც იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომში მაცხოვრებელი ადამიანების წინაპრები დედამიწიდან იყვნენ. ტოკრა მიამბოხი გუაულდები, რომლებიც სისტემათა ლორდების წინააღმდეგ იბრძვიან. ტოკრა გუაულდისგან განსხვავებით მატარებელს ამ უკანასკნელის თანხმობით უსახლდება. ტოკრაებს არ სურთ, რომ მათ იხსენიებდნენ როგორც გუაულდებს, ამიტომაც ნებისმიერს, რომელიც მათ ასე ეძახის, არაერთხელ უმეორებენ, ჩვენ არ ვართ გუაულდები. ტოკრატებს ტაურისთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. არის კიდევ ერთი უცხო პლანეტური რასა, რომელსაც კონკრეტული სახელი არ აქვს და მათ ძველებს უწოდებენ. ძველები ადამიანთა პირველი ევოლუციის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც გამოიგონეს ვარსკვლავ კარიბჭე ირმის ნახტომსა და მის ახლო მდებარე გალაქტიკებში
ვარსკვლავთ შორისი გაერთიანება დააფუძნეს. ისინი დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ, თუმცა დედამიწა არ იყო მათი პირვანდელი საცხოვრებელი. დედამიწაზე ისინი მას შემდეგ დასახლდნენ, რაც გამოუჩნდნენ თავიანთ თანამოძმეებს, რელიგიურ ფანატიკოსებს, ორაებს. ირმის ნახტომში მათ ძველებს უწოდებენ, ხოლო პეგასის გალაქტიკაში აგრეთვე წინაპრებსა და ლანტიელებს. გარეგნულად ძველები ადამიანებს გვანან, მაგრამ მათ გააჩნიათ მრავალი ზებუნებრივი უნარი. ძველები ძალიან ძველი ხალხის ალტერანების შთამომავლები არიან და წარმოშობით ძალიან შორეული გალაქტიკიდან არიან. ამ გალაქტიკის მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. მილიონობით წლის წინ ალტერანების რასა ორად გაიხლიჩა: რელიგიურ ფანატიკოს ორაებად და მეცნიერებისა და შემწყნარებლობის სიკეთეში დარწმუნებულ ძველებად. ძველებმა თავი აარიდეს თავიანთ თანამოძმეებთან დაპირის, რომელიც მათი დედაქალაქი იყო. ეს ამბავი ეხმიანება ლეგენდას ატლანტიდის შესახებ. შემდგომ ისინი განსახლდნენ ირმის ნახტომის სხვა პლანეტებზე და სიცოცხლისათვის ვარგის ყველა პლანეტაზე ვარსკვლავთ კარიბჭე დააყენეს. ძველებმა ასგარდებთან, ნოქსებთან და ფუგლინგებთან ერთად დაარსეს 4 დიდ რასათა ალიანსი. რამდენიმე მილიონი წლის წინ მათ უცნობი სენი, ჟამი მოედოთ და მრავალი მათგანი დაიხოცა. ნაწილი კი ცოდნისა და სიბრძნის წყალობით ამაღლდა. ცოცხლად დარჩენილი ძველები თავიანთი ფრინავი დედაქალაქით ატლანტიდით გალაქტიკაში გადაიხვეწდნენ და იქ აღმშენებლობითი საქმიანობა ხელახლა დაიწყეს. სიცოცხლე განთესეს პეგასის გალაქტიკაში. დაახლოებით 10,000 წლის წინ ძველები შეეყარნენ რეიფებს, ჰუმანოიდებს, რომლებიც ადამიანის სასიცოცხლო ძალით იკვებებიან. ძველები დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში, ამ უკანასკნელთა მნიშვნელოვანი რიცხობრივი სიმრავლის გამო. ძველებს უკანასკნელ სიმაგრედ ატლანტიდა შემორჩათ და რეიფებისგან მის დასაცავად იგი ოკეანეში ჩაძირეს ენერგეტიკული ფარით დაცული. თავად დედამიწაზე დაბრუნდნენ და მოგვიანებით ამაღლდნენ, თუმცა ხსოვნა მათ შესახებ შემორჩა. ლათინური ენა ძველების ენის გადმონაშთია. ძველების ტექნოლოგიური დონე ძალიან მაღალია. მათგან გამკლავება მხოლოდ ასგარდების და ნოქსების ტექნოლოგიებს შეუძლიათ. ისევ მოკლედ ჩამონათვალით ვაგრძელებ უცხო პლანეტათა ჰიპოთეტურ რასებზე საუბარს. ამჯერად გიამბობთ გალაქტიკა პეგასის მკვიდრებზე, ატოზიელებზე, ასურანებზე, რეიფზე და ჯენაიზე. ატოზიელი. ატოზიელები პეგასის გალაქტიკაში მდებარე პლანეტა ატოზის მკვიდრი ადამიანები არიან. პეგასის გალაქტიკის სხვა ადამიანების მსგავსად, ისინი განიცდიან რეიფების დევნას და მათ საკვებს წარმოადგენენ. დასახობად განწერული ატლანტიდიდან უსაფრთხო პლანეტის საპოვნად გაგზავნილი ერთ-ერთი რაზმი მათ პლანეტაზე მოხვდა და იძულებული შეიქნა, რომ ატოზიელები ატლანტიდაზე გაეხიზნათ. მოკლე ხანში ატოზიელთა წინამძღოლი ტეილა ემაგანი ატლანტიდის ვარსკვლავთ კარიბჭეთა მოწინავე რაზმის წევრი გახდა. ასურანი. ასურანები ძველთა მიერ რეიფთა წინააღმდეგ შექმნილი ნანორობოტული რასა, მეორე ანტაგონისტური რასა ვარსკვლავთ კარიბჭის გამოგონილ სამყაროში. მათ იგივე თვისებები აქვთ როგორც რეპლიკატორებს, მათ შორის ცოცხალი ორგანიზმის ტვინის ზონდირება თავის ქალაში, ხელის შეტანით და ნანორობოტებისგან შექმნილი სხეული. უცნაურია, მაგრამ სერიალში ვარსკვლავთ კარიბჭე ატლანტიდა მათ რეპლიკატორებს ეძახიან. ასურანები არსად არ არის ნახსენები. რეიფები. რეიფები პირველი ანტაგონისტური რასა სერიალში ვარსკვლავთ კარიბჭე ატლანტიდა. რეიფები წარმოადგენენ ხოჭო ირატუსის ძველების მიერ შექმნილი ადამიანის მიერი ევოლუციის შედეგს. ევოლუციის შედეგად მათ ადამიანის მსგავსი გარეგნობა მიიღეს. ხოლო ხოჭოსგან კი მოთეთრო მომწვანო ფერის კანი, ფოსოები, ლოყებზე და კვების უნარი დარჩათ. ორგანიზმიდან სასიცოცხლო სითხით კვება. ტრობის მიუხედავად ატლანტიდაზე მცხოვრები ტაურისთან ერთხელ შექმნეს კავშირი ასურანებთან წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი მათგანი კი თოდი ჯონ შეპარდს დაუმეგობრდა. ჯენაი. ტაურისთან შედარებით ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ადამიანთა რასა, რომლებიც 40-იანი წლების დონეზე არიან. მიუხედავად არაერთი თანამშრომლობისა, ჯენაებს მაინც მტრული დამოკიდებულება აქვთ ატლანტიდის ექსპედიციასთან, რაც გამოიხატა ატლანტიდაზე 2 შტურმით
და ამდენივე თავდასხმით ჯონ შეპარდის რაზმზე. ამდენ ჰიპოთეტურ უცხოპლანეტურ ცივილიზაციაზე მოგიყევით მთელი ამ ორი ეპიზოდის განმავლობაში და კიდევ ვერ ამოუწურე სასაუბრო. იმდენად ზღვა მასალაა სხვადასხვა გადმოცემებსა თუ თქმულებებში. მე პირადად ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყოს და ამდენი ცივილიზაცია სახლობდეს სამყაროში. მაგრამ ისმის რაციონალური კითხვა, ეს რომ ასე იყოს, თუ აქამდე არ იქნებოდა ხილული ჩვენთვის. მეცნიერება რომ მოვიშველიო არამიწერ ცივილიზაცია და ძების ინსტიტუტის. SETI ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი თვლის, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით არამიწერი სიცოცხლის აღმოჩენასთან საკმაოდ ახლოს ვართ. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი მილიონობით ეგზოპლანეტაა, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება. შოტლანდიის სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტმა კი ახალი კვლევითი ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც გაერთიანებს ყველაზე ბრწყინვალე ტვინებს, რათა მოამზადოს კაცობრიობა იმ დღისთვის, როდესაც შევძლებთ პირველი კონტაქტის დამყარებას ინტელექტუალურ არამიწიერ ცივილიზაციასთან. ახალი შოტლანდიური ცენტრის მიზანია შეავსოს პოლიტიკის ხარბეზე, საერთაშორისო შეთანხმებული პროცედურების შემუშავებით იმ შემთხვევებისთვის, თუ კი ოდესმე უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან კონტაქტს დავამყარებთ. ჩვენ კი ისხად დაგვრჩენია, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე ამ თემის ირგვლივ და დაველოდოთ ხილულს. ამასობაში გამოიწერე კოდის YouTube არხი და დაგვიმეგობრდი. დაგვეხმარე ამ პროექტის განვითარებაში. მოგწერე შენი იდეები და შენთვის საინტერესო თემებზე, ან კომენტარების ველში, ან კიდევ მეილზე. ერთად ვიყვლიოთ სამყაროს საიდუმლოებები მეცნიერული და არა მხოლოდ მეცნიერული ხედვით.